იღუმენი აღათანგელოზი, გაგუა. ღვთისმეტყველებისა და ფილოლოგი ხილეს თანამეგობრობის შესახებ. ქრისტიანული ღვთისმეტყველება, თავის მართლმადიდებლურ დოქტრინაში, იწყება საღვთო სიტყვიდან ბერძნული ლოგოსი და წინებიდან ბერძნული ბიბლია, მრავალი რიცხვის სიტყვიდან ბიბლიონ, წიგნი, ბიბლია, რომელთაც ინახავს და უფრთხილდება ეკლესია, როგორც მორწმუნეთა კრებული და თაობათა ისტორია. ეკლესიხილეს დოქტრინალურ სწავლებაში კონკრეტიზებული ღვთისმეტყველება ხელს უწყობს რწმენის, როგორც ცხოვრებისეული საზრისის გამოვლინების განმტკიცებას. ამავე დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თითოეულ განცალკევებულად არსებულ ნაციონალურ კულტურაში ადგილობრივი საეკლესიო ტრადიციხილეს ჩამოყალიბება გულისხმობს მრავალფეროვან კომბინაციას და აზრთა და ფორმათა თავისებურ ლოგიკას, რომელიც უარყოფს ნაციონალურ დომინანტს როგორც რაღაც განსაკუთრებულს. ფილეტიზმი, ბერძნული ისლეტისმოს, ისლე, გვარი, მოდგმა, ტომი, როგორც ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში არსებული ტენდენცია, ნაციონალური ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება ზოგად საეკლესიოსთან მიმართებაში. ერესაც შეირაცხა 1872 წელს, კონსტანტინეპოლის ადგილობრივ კრებაზე. შევნიშნავთ, რომ აქ ლაპარაკია მსოფლიო მართლმადიდებლობის ადგილობრივი ტრადიციების არა მხოლოდ ისტორიულ-კულტურულ და რელიგიურ ზნეობრივ სპეციფიკაზე, რომელთა უფლებები, თვითმყოფადობა და უნიკალურობა უდავოა. ლაპარაკია ენის ბუნების ლინგვისტიკური, ფილოლოგიური, უფრო ფართოდ საღვთისმეტყველო განმარტების გამოცდილებაზე, ენისა, რომელზედაც ხდება სანათლავად მომზადება, ბერძნული კატეტესის დარიგება, სწავლება და ქადაგება, ბერძნული კერსქმა, განცხადება, გახმოვანება, მოწოდება, ქადაგება, ანუ რწმენაში განსწავლა. ქრისტიანული ლოგოსი დაკავშირებულია გამოუთქმელის სიღრმეებთან, გამოუთქმელის საიდუმლოებებთან, თუმცა ამავდროულად ის ფლობს გაცხადებულსაც, რაც განხორციელებულია ადამიანურ სიტყვებში, სახარების, მოციქულთა და ეკლესიხილეს მასწავლებელთა სიტყვების სახით. ქრისტიანული ღვთისმსახურების საკრალური ენითა და პირველ რიგში ლიტურგიხილეთ. და ასევე ქადაგებით, იმ წმინდა მამათა და ქრისტიან მოაზროვნეთა აზრებითა და სიტყვებით, რომლებიც სხვადასხვა ენებზე წერდნენ და სხვადასხვა კულტურის, ქვეყნისა და ერის წარმომადგენლები იყვნენ. ძე ღვთისას იესო ქრისტეს განხორციელებით კაცობრივ ენათა სიმბოლიზებულ სიღრმეებში დაფარული შესაძლებლობების რეალიზაცია ხდება. ენა, რომელზედაც ქრისტიანული კულტურა და ქრისტიანული ღვთისმეტყველება ლაპარაკობს, ლინგვისტურად მოზომილი და რეგისტრირებულია, თუმცა ამ ენათა საღმრთოობისა თუ ხრწნადობა. მიწიერების შეფარდება მხოლოდ ღმერთმა იცისაია. კაცობრივი ღირსება შეიძლება გაიფლანგოს და კვალავ აღორძინდესაია აზრი, რომელიც არ არის განმტკიცებული ღმერთში და ენობრივი ფორმით არ გამოიხატა, მითის გაურკვეველ წიაღში აღმოჩნდება, ის უკვე ვეღარ დარჩება დამოუკიდებელ აზრად, რადგანაც პირველქმნილ მდგომარეობაში დაბრუნებული და არქაულ ფორმებში ჩაძირული ლოგოსის ნათელს მოაკლდება და წყუტიად, მეონად გარდაიქმნება, ბერძნული მეონ, არსი, მეონი, ამ კატეგორიხილეს ამგვარ განსაზღვრებას გვთავაზობს ფლოსევი, არ წარმოადგენს არც არანაირ ხარისხს და არც რაოდენობას, არც ფორმას, არც ურთიერთობას, არც მყოფობას, არც სიმყარეს, არც მოძრაობას. ის მხოლოდ ამ ყველაფერისადმი დამოკიდებულებაა და სწორედ რომ სხვა ის ამ ყველაფერთან მიმართებაში. მას არ გააჩნია არანაირი თვითმყოფადი ბუნება, ის მხოლოდ სხვაობის ერთი მომენტია არსით, გაყოფისა და განსხვავების მომენტი. დაცემული სამყაროს სიტუაციაში ქრისტიანთაგან სასოებული სიტყვის პირველქმნულობა და სამყაროს ჭვრეტა მიუღწევალ მიზნად რჩება. თუმცაღა თავად სწრაფვა სამყაროს შემოქმედებითად შეცნობის სიწმინდისაკენ, ქრისტიანული ღვთისმეტყველების ენის პრიზმაში, მორწმუნისათვის სრულიად მიღწევადი და აუცილებელი ამოცანაა. მისი გადაჭრა ადამიანის თავისუფალ ნებაზე და ამ კეთილსაქმეში ღვთის შეწევნაზეა დამოკიდებული, თქვა უფალმა, ხას უსვამს წმინდა თეოფანე დაყუდებული, უკვე თუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალიყვნეთ, აი სად არის თავისუფლება. გონება არცოდნის ცდომილების ცრურწმენის გაუგებრაელთაობის ბორკილებითაა შეკრული. მას ეშინია, მაგრამ მათგან თავის დახსნა არ შეუძლია, მიესალბუნე უფალს და ის განგინათლებს წყუტიაც და ყველა ბორკილს შენს სულს რომ სტანჯავს გახსნისაია ნებას ბორკავს ნებები და ღვაწლისთვის სივრცეს არ უტოვებს მას. ის ხელფეხშეკრულივით ფართხალებს და თავის დახსნას კი ვერ ახერხებს, მაგრამ მიესალბუნე უფალს და ის შენს სამსონის ძალას მოგცემს, დაწყვეტს შენს მოჭავ ტყუილის ბორკილებს. გული გამუდმებული შფოთითაა მოცული და მოსვენება არ აქვს, მაგრამ მიესალბუნე ღმერთს და იგი დაგამშვიდებს შენ, და შეურიგდები საკუთარ თავს და ირგვლივ ყველაფრის ნათლად მხედველი, დაუბრკოლებლად და წაუბორძიკებლად ივლი უფლისკენ. ამ ცხოვრების წყუტიათსა და სიბნელეს შორის ნეტარი სიხარულითა და უბრალოებით სავსე მარადისობისაკენ. ამგვარად ღვთისშემეცნების პროცესის ანტინომიურობა გვიბიძგებს განვიხილოთ საღვთისმეტყველო მეცნიერებათა ენა კულტურული, პრიმიტიული, საკრალური, პროფანირებული, ლოგოსური, მეონური პრობლემატიკით,
რაც დამახასიათებელი არის კიდეც ბიბლიური ეგზეგეტიკისა და ჰერმანევტიკისთვისაა სწორედ რომ ამ თავიანთი არსით ფილოლოგიური დისციპლინების ფარგლებში შეიძლება რომ სერიოზულად ვილაპარაკოთ ქრისტიანული ღვთისმეტყველების ბუნებასა და თვისებებზე. უდავოდ უნდა გვახსოვდეს ფილოლოგიურ მეცნიერებათა ისტორიზმი. ფილოლოგია დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბდა აღორძინების ეპოქაში, ანტიკური კულტურის ინტელექტუალური მისწრაფების საფუძველზე და იმთავითვე სიტყვიერი კულტურის ისტორიული კვლევების კონტექსტებთან იყო დაკავშირებული. თუმცა ფილოლოგი ხილეს აღმოცენების სწორედ რომ ისტორიული ხასიათი გახდა მისი ზეამოცანის განმაპირობებელი გადამწყვეტი ფაქტორი. ესა udroობის ფაქტორის პრობლემა ფილოლოგიური კვლევის მისი უნივერსალური დანიშნულების კონტექსტში, რაც როგორც წესი ფილოლოგი ხილეს ჩამოყალიბებამდე თეოლოგიური ეგზეგეტიკის ინტერესში შედიოდა. ამ კუთხით ფილოლოგია და ეგზეგეტიკა, ფართო აზრით ჰერმენევტიკა, მხოლოდ ერთმანეთის მუდმივი ოპონენტები კი არ არიან, არამედ თანამგზავრებიც ისტორიულ გზაზეც, მარადისობისკენ მიმავალ გზაზე. შემთხვევით კი არ ციტირებენ უდიდესი რუსი ფილოლოგის ავერინცევის გამონათქვამს ფილოლოგიაზე, როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამეგობრობაზე. ფილოლოგის ავერინცევის თვალსაზრისით მოვალეა იცოდეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, ყველაფერი, რადგანაც ეს ყველაფერი შეიძლება დაჭირდეს ტექსტის კომენტირებისა და განმარტებისათვისაა კომენტირებული განმარტება, ახსნა, გაგება, ინტერპრეტაცია. ყველა ეს ფილოლოგიაში გამოყენებული აზრობრივი ოპერაცია უშუალოდ უკავშირდება ჰერმენევტიკულ და ეგზეგეტიკურ მეთოდოლოგიას. ამიტომ ჩვენს ავერინცევის კვალაც სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია გამოვაცხადოთ ღვთისმეტყველებისა და ფილოლოგი ხილეს ჰუმანიტარული მეგობრობა მსოფლიო ქრისტიანული კულტურის სულიერი მიღწევების საქმეში. კულტურა გენეტიკურ კავშირშია კულტთან, სამყაროს მიერ დამუშავებულ და შერაცხულ რელიგიურ სიმბოლოებთან, ხატებთან და წესებთან, ლაც. კულტუს, დამუშავება, გადამუშავება, ცხოვრების წესი. ქრისტიანულმა კულტურამ სულის დამუშავების გამოცდილება შეიძინა, რაც ეყრდნობა ღვთის განხორციელების ჭეშმარიტების შეცნობას, იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილსა და აღდგომას, რაც დამოწმებულია წმინდა წერილსა და წმინდა გარდამოცემაში. წერილობით ტექსტებში და თვითმხილველების, მისი მოწაფეების წერილობითად დაფიქსირებულ მონათხრობებში. თანამედროვე მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი მარტო საღვთისმეტყველო და რელიგიათმცოდნეობით მომზადებას კი არ უნდა გადიოდეს, არამედ ლინგვოკულტუროლოგიურ და ფილოსოფიურ კომპეტენციასაც უნდა ფლობდეს, მან უნდა იცოდეს ძველი კლასიკური ენების საფუძვლები, რომლებზედაც ლაპარაკობდა და ღვთისმეტყველებდა ქრისტიანული ეკლესია. ადრე ქრისტიანული აპოლოგეტიკური ტექსტები, ჰიმნები, ლოცვები და ერთი სამპიროვანი ღმერთის, ღვთისმშობლისა და წმინდანების განმადიდებელი სხვა სიტყვიერი ფორმები ტრადიციულად დაკავშირებული იყო საკრალური ტექსტების პრაქტიკის მთელ კომპლექსთან. ქრისტიანული მწერლობა და ლიტერატურა ისტორიულად ფორმირებას იწყებს ძველბერძნული და ახალოაღმოსავლური, პირველ რიგში, ბიბლიური საწიგნო სამწერლობო ტრადიციხილეს კულტურული ურთიერთზემოქმედების კონტექსტში. სიტყვიერების სფეროში ორი კულტურული ტრადიციხილეს ურთიერთზემოქმედებამ ქრისტიანული ტექსტების მრავალფეროვანი ტიპოლოგია შექმნა: აგიოგრაფია, ქადაგება, ჰიმნოგრაფია, ლიტურგიკული, ტექსტური ტრადიცია, ლოცვანი, ღვთისმეტყველება, ჰერმანევტიკა და სხვა, რამაც ახლოაღმოსავლეთის ბიბლიური ტიპის ისტორიზმისა და გვიანი ანტიკური ხანის ჰერმანევტიკის და ფილოსოფიხილეს აბსტრაქტული უნივერსალიზმის ინტეგრირება შეძლო. ლოგოსის განსხვავებული რელიგიური კონცეფციები ამ შერწყმას კულტურულ და ონტოლოგიურ დონეზე განსაზღვრავენ. ლოგოსის როგორც სამყაროს თავდაპირველი პრინციპის პანთეისტური გაგება, მომდევნო პერიოდის ფილოსოფიაში აბსოლუტური პიროვნების, ქრისტე ლოგოსის საღვთისმეტყველო პრინციპის სრულყოფისა და განვითარების საფუძვლად იქცა. ისტორიზმი, როგორც ქრონოლოგი ხილეს, ანუ დროში განვითარების პრინციპი და ესქატოლოგიზმი, როგორც სამყაროს დასასრულის მოლოდინის უდროო პრინციპი, როგორც ცნობილია, შეერთდა მრავალგვარ ქრისტიანულ თუ ფსევდოქრისტიანულ ლოგოსის გვიან ანტიკურ კონცეფციებში, გნოსტიციზმში, ნეოპლატონიზმში, ჰერმეტიზმში. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო პარადიგმა როგორადაც ის მსოფლიო კრებების ეპოქაში ჩამოყალიბდა, განისაზღვრება ანტიკური ფილოსოფიხილეს და რიტორიკის, ბიზანტიაში, ჰომილეტიკის, ასევე ლოცვითი და ასკეტური პრაქტიკისა და ქრისტიანული სწავლების პროვიდენციალური კონტექსტების შერწყმით. ამგვარად, თავს იჩენს საღვთისმეტყველო დისკურსის მართლმადიდებლობასთან გენერაციხილეს სპეციფიკური წარმოდგენა. მისი წარმოშობა და განვითარება სხვა მიზეზებთან ერთად დაკავშირებულია ქრისტიანული მწერლობის ფორმირების სტადიათა მონაცვლეობასთან. ავერინცევმა სიტყვიერი კულტურის განვითარების ასეთი ფაზები განსაზღვრა, როგორც დორეფლექტური ტრადიციონალიზმი, ახლოაღმოსავლური სიტყვიერების ტრადიცია და რეფლექტური ტრადიციონალიზმი, ანტიკური ტრადიცია, ქრისტიანული ჰომილეტიკა, ელინურმა კლასიკამ,
შენიშნავს ავერინცევი, მოამზადა და განახორციელა, ხოლო ამ კლასიკის გვიან ანტიკურმა ეპილოგმა გააფართოვა და განამტკიცა მსოფლიო ისტორიული შემოbrunება, დორეფლექტური ტრადიციონალიზმიდან, რომელიც დამახასიათებელი იყო სიტყვიერი კულტურისათვის თვით. დამწერლობით ამდელ სტადიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთის ლიტერატურებში, თავად ბერძნული ლიტერატურის არქაულ წყაროებში რეფლექტური ტრადიციონალიზმისაკენ, რომელიც დარჩა როგორც ლიტერატურული განვითარების კონსტანტი შუა საუკუნეების და აღორძინების ხანაში, ბაროკოსა და კლასიციზმისთვის და საბოლოოდ გაუქმდა მხოლოდ ინდუსტრიული ეპოქის ანტიტრადიციონალისტური ტენდენციების შედეგად. დორეფლექტური ტრადიციონალიზმის ფაზა მოიცავს უძველესი ხანის საკრალური ტექსტების კომპლექსს, რომელთა ნაწილი აღმოსავლეთის რიტუალურ საწესგანგებო კულტურის დომინანტურია. რელიგიური შეხედულება სახელთა საკრალურ ერთობაზე და მის არსზე, ძველი აღმოსავლეთის კულტურების გავრცელებულ მითოლოგიურ არქეტიპად გვევლინება, ამ ტრადიციას ვხვდებით შუმერულ, ინდურ, ეგვიპტურ, იუდეურ კულტურებში. ღმერთის სახელის წარმოითქმის ტაბუირება ძველი იუდეურ რელიგიაში რიტუალური სიტყვის მაგიზმზე მითოლოგიური წარმოდგენით იყო ნაკარნახევი, უძველესი რიტუალის ჩარჩოებში მოქცეული სიტყვა გამოიყენებოდა როგორც იარაღი და არა როგორც მხატვრული გამოხატვის ატრიბუტული საშუალება. არქაულობის რიტუალიზმი და მითოლოგიზმი რეფლექტური ტრადიციონალიზმის ფაზით ნაცვლდება მაშინ, როდესაც მაგიური ცნობიერება მისთვის დამახასიათებელ პირველყოფილ სინკრეტიზმს კარგავს და ხელახალი დიფერენცირებისთვის ახალ ესთეტიურ მხარეს აღმოაჩენს. ამგვარად უძველეს სიტყვიერებაში ყალიბდება მხატვრული გამონაგონისა და პირობითობის კატეგორიები, რაც ლიტერატურისა და ხელოვნების საეროს სეკულარიზებული ფორმებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე ფაზაში მითი გაიაზრება და ტრანსფორმირდება ლოგიკის სფეროში, წარმოიშობა მითოლოგია. ამის კლად ფორმირდება ავტორის შემოქმედის კატეგორია და მასთან დაკავშირებული საავტორო მითოლოგია. თუმცაღა რელიგიური ცნობიერება არსად ქრება, მას გარდა ქმნის ქრისტეს სწავლების ნათელი და თავად ქრისტე, ვინც ქრისტიანული ღვთისმეტყველების ალფა და ომეგაა. ამგვარად, წარმართობისა და ძველი აღთქმისეული ხანის პირველყოფილი მაგიზმი ადგილს უთმობს ქრისტიანობის ნამდვილ რელიგიურ გაცნობიერებას. ადამიანის მიღმიერთან ურთიერთობაში მაგიური და რელიგიური მიმართებები არსებითი სახით განსხვავებულია. რელიგიაში ადამიანი ღვთაებას აღიქვამს როგორც თავისუფალ პიროვნებას, რომელსაც შეიძლება სთხოვო, მოწყალედ განაწყო, რომლისგანაც შეიძლება მოითხოვო და ასე შემდეგ, როგორც თავისუფლების სფერო, რელიგია უეჭველად გულისხმობს განუსაზღვრელობისა და რისკის მომენტს. ღმერთთან დიალოგის შედეგი პრინციპულად გაუთვლელია, რელიგიური რწმენა დაჯერება კი არ არის, არამედ სიყვარულზე დამყარებული ნდობა. წარმართობის მაგია დორეფლექტურ დონეზე მითოცნობიერებას ეყრდნობა და ფანტაზიასა და რეალობას, ჯადოქრობასა და ნამდვილ სასწაულს, ჰალუცინაციურ ბოდვასა და სარწმუნოს არ განარჩევს. შეთქმისა და ჯადოქრობის მაგიური ტექნიკა, ანუ სიტყვიერი რიტუალური ფორმების გამოყენება ონტოლოგიურად და ისტორიულად, მამა პავლე ფლორენსკის დაკვირვებით, სამრეწველო ტექნიკისა და მთელი მატერიალურ-ტექნიკური სფეროს წინაპირობაა. ეკლესიხილეს ლოცვა გამორიცხავს რომელიმე სხვა ნების აღსრულებას, გარდა ერთის სამსახოვანი ღმერთისა, სახლითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტიანული ლოცვა, მამისაკენ მიმართული, მისი სახელის სადიდებლად ლოგოსში რომ გამოიხატება, ქრისტეს სახელით, სულიწმიდის მადლით გაგებასა და გააზრებას ბადებს. საღვთო გამოცხადების ენერგიებში წმინდა მოღვაწეთა სულიერი გამოცდილების საშუალებით, ქრისტიანთა ლოცვა ტელეოლოგიურად მიემართება ღმერთს. სწორედ ამაში მდგომარეობს მათი კარდინალური სხვაობა დემონური შამანიზმისა და პირველყოფილი მაგიხილესაგან, მაგიური წესები და წარმართული რიტუალი, რაც მაგის სურვილის მიხედვითაა დეტერმინირებული. ლოცველი ქრისტიანის რელიგიური რწმენა შეწევნას ელის, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა კიდეც, ყველაზე მოულოდნელი და სრულიად საღი აზრის მქონე მდგომარეობაში არაპროგნოზირებადი, წარმოუდგენელი ფორმის სახით, რასაც სასწაული ეწოდება. მაგიზმის ფენომენი ესაა ობიექტური რეალობის ადამიანის ნებისადმი დაქვემდებარება, სრულყოვლის შემძლეობის საშუალებით, რაც დემონურ მზაკვრობაზე და მისგან განვითარებულ კაცობრიო ამპარტავნებაზეა აღმოცენებული. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ყველა ძველი, მაგიური, წესი ფორმულა და ფიცი ყალიბდება, როგორც ოკულტურ დემონური ძალების კონცენტრირებული ფენები. ქრისტიანი ხალხების სულიერი ზრდისა და კულტურულ-ისტორიული განვითარების პროცესში განხორციელებული სიტყვა ლოგოსი ქრისტეს სიმბოლისტური ენერგიზმის საღვთო და ადამიანური ნების სინერგიული ურთიერთობის ერთადერთ წყაროდ გვევლინება. სიტყვა სინერგიულია, წერდა მღვდელი და სწავლული მამა პავლე ფლოროვსკი. სიტყვა მეთოდია, კონცენტრაციხილეს მეთოდი. ერთ ფოკუსში მოკრებილი მთელი ხალხის ისტორიული ნება. სიტყვაზე მაქვს ძალაუფლება და საქმე ძალაში კი არ არის, არამედ იმის უნარში, რომ საჭირო მიმართულება მივცე. და ჩემგან წარმოთქმულ სიტყვასთან ერთად იძulis და სივრცეს მსჯელავს ჩემი კონცენტრირებული ნება, ჩემგან მოკრებილი ყურადღების ძალა.
ჩვენგან ზემოთ ციტირებულ შრომაში სიტყვის მაგიურობა მამა ფლოროვსკი დაცვლილებით აანალიზებს პირველყოფილი მაგიხილეს ფენომენებს და მათ ქრისტიანული სიტყვიერი შემოქმედების ორგანიზებულ კონცეფციას შეუპირისპირებს. ორგანიციზმი სიტყვის გაგებით ანტიკურ ტრადიციამდე მიდისაია, აღნიშნავდა სწავლული. კულტურის ისტორიაში ორგანიკული სიტყვის გაგებით ანტიკურ ტრადიციამდე მიდისაია მიუთითებდა მეცნიერი. კულტურის ისტორიაში სიტყვის ორგანიკულ თეორიას სხვადასხვა ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ მისი ძირითადი იდეა სიტყვის, როგორც განსაკუთრებული სხეულებრივი ორგანიზმის გაგებაში მდგომარეობდა. ოლფ ფლოროვსკი ადამიანურ სიტყვას განმარტავს როგორც ორგანიზმს, ფიზიკურ სხეულს, ცოცხალ არსებას. მისი ორგანოპროექციხილეს თეორია პირდაპირ იმის შესაძლებლობიდან იწყება, რომ დავინახოთ სიტყვაში ორგანიზმი. ცოცხალი არსება, რომელიც ჩვენს სახმო ორგანოებს გამოეყოფა, რომელიც ჩვენს სახმო წიაღში, საშოში, იშობა. ფილოსოფი ხილეს ორგანიკული სკოლა ვერცხლის ხანის რუსული რელიგიური აზროვნებისთვის საკმაოდ კარგად იყო ცნობილი. სწორედ ამ ეპოქაში, რუსეთში, ათონელი მიასლავს ბერებთან პოლემიკაში, მართლმადიდებლურ დოგმატიკური საკითხების ირგვლივ, კვლავ იჩენს თავს საღვთისმეტყველო პრობლემატიკა სიხაზმთან. დაკავშირებით, რომელიც თვისთავად ბიზანტიაში ქსივ საუკუნეში ჩამოყალიბებულ მართლმადიდებლურ სწავლებას წარმოადგენს. სწორედ რომ ის სიხაზმში ქრისტიანულ და კერძოდ იესოს ლოცვას მიენიჭა უეჭველი საღვთისმეტყველო მნიშვნელობა. ლოცვა ის სიხაზმში განიხილება არა მხოლოდ როგორც ღვთისშემეცნებისაკენ მიმავალი გულის და გონებისმიერი გზა, არამედ როგორც ღვთისშემეცნებისა და ღვთისმეტყველების ძირითადი კომპონენტი. მამა იოანე მეიენდორფი აღნიშნავს, ბიზანტიელებმა მიხილელეს გამოცხადების ის კონცეფცია, რომელიც არსობრივად განსხვავდება დასავლურისგან და რომელიც აღიარეს, რომ ჭეშმარიტების დანახვისა და განცდის უნარი ნებისმიერი ქრისტიანის და განსაკუთრებით კი წმინდანის პრივილეგია და შესაძლებლობაა. რამდენადაც ბიზანტიაში ცნება ღვთისმეტყველება, თეოლოგია, კაბადოკიელი მამების კვალად, თეორიხილესაგან, ბერძნულად ჭვრეტისაგან განუყოფელი იყო, ამიტომ თეოლოგია, დასავლურისაგან განსხვავებით, ვერაფრით იქნებოდა ვერც გაცხადებული წინაპირობებით ნაკარნახევი რაციონალური დედუქცია, ან ეკლესიხილეს მაგისტერიუმით დამტკიცებული რამ. ეს უფრო წმინდანთა გამოცდილებითი ჭვრეტა იყო, რომლის ნამდვილობაც ცხადია, წმინდა წერილთან და წმინდა გარადმოცემასთან შესაბამისობაში უნდა ირწმუნო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვთისმეტყველთა აზროვნებიდან სრულიად განდევნილია რაციონალური დედუქციური პროცესი. მაგრამ ამგვარი განსჯისმიერი დასკვნები ბიზანტიელებს ღვთისმეტყველების ყველაზე დაბალ და ნაკლებ საიმედო მეთოდად მიაჩნდათ. ამ სულიერ გამოცდილებას ისინი მხოლოდ ინტელექტის საკუთრებად კი არ თვლიდნენ, თუმცა ინტელექტი სრულად არ გამოერიცხებოდა, არამედ სულიერი თვალის, რომელიც კაცს საშუალებას აძლევდა, მთელი სისავსით, ინტელექტუალურად, გრძნობითად და შეგრძნებითადაც კი საღვთომყოფობას შეხებოდა. ის სიხია, ბერძნული ესტია, სიმშვიდე, სიჩუმე, უშფოთელობა არის გულისყურისა და უმოძრაობის, სიჩუმის, ჭვრეტისა და წმინდა უშფოთელობის ლოცვითი მდგომარეობა. ესაა რეალური შესაძლებლობა, იესო ქრისტეს საღვთო სახელის გამუდმებული გამეორების ლოცვითი პრაქტიკით გამოუთქმელი და უხილავი სიღრმის მისაღწევად, იესოს ლოცვა მთელი სულიერი ისიხაზმის ცენტრალური ნაწილია. განხორციელებული სიტყვის სახელი განუყოფლადაა დაკავშირებული არსებობის ფუნდამენტურ ფუნქციებთან, ის იმყოფება გულში, ის დაკავშირებულია. ქრისტეს სახელის ლოცვით თაყვანისცემას საღვთისმეტყველო საფუძველი წმინდა გრიგოლ პალამას შრომებში ჩაეყარა, მაგალითად, თრიადები წმინდა ისიხასთა დასაცავად 1318-1341. წმინდა გრიგოლის თანახმად, იესოს ლოცვა წარმოადგენს მიმართვას ღვთისადმი არა მხოლოდ მის ზებუნებრალთა უსაზღვროებასა და გამოუთქმელობაში, არამედ ასევე მორწმუნე ადამიანის გონებასა და გულში მყოფისადმი. მე-20 საუკუნის დასაწყისში, რუსულ მართლმადიდებლობაში, ამ პრობლემამ ცნობილი იმიასლაური პოლემიკის კუთხით კვლავ აქტუალობა შეიძინა. სქიმონაზონ ილარიონის დომრაჩევი წიგნმა კავკასიხილეს მთებში 1907 და 1912-1913 წლების ათონურ დისკუსიებზე გამოქვეყნებულმა მღვდელმონაზონ ანტონის ბულატოვიჩი პუბლიკაციამ ღვთის სახელის სტატუსთან და თაბორის ნათელთან დაკავშირებით მიხილებ პრეს ისეთი რუსი მოაზროვნეების ყურადღება, როგორებიც იყვნენ მამა პავლე ფლოროვსკი, მამა სერგეი ბულგაკოვი, ბფერნი, ნოვოსელოვი, ბერდიაევი, ასკოლდოვი, როზანოვი, აფფლოსევი. მამა სერგეი ბულგაკოვი ხაზს უსვამდა ამ პოლემიკის ისტორიულ მნიშვნელობას რუსეთის მართლმადიდებლობისათვისაა პირველად რუსეთის ეკლესიხილეს არსებობის მანძილზე, თავად მის წიაღში და არა ბიზანტიაში, წამოიჭრა სერიოზული დოგმატური საკითხი, ღვთის სახელის შესახებ, რომელიც სერიოზულ განსჯას მოითხოვს, იმიასლავების სწავლება, როგორც ერეტიკული არაერთგზის უარყო რუსეთის სინოდალურმა ხელისუფლებამ.
წმინდა სინოდის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებას მიანიჭეს სახელი იმია ბოჟი, რაც ერესში კონკრეტულ დოგმატურ მხილებას ასახავდა. საეკლესიო ხელისუფლების თანახმად დასკვნით, იმია ბოჟიას მიმდევრები ღმერთს მის სახელს უთანაბრებდნენ, ღმერთის სახელს კი თავად ღმერთს. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ამ საღვთისმეტყველო და რელიგიურ-ფილოსოფიურ პოლემიკას ჰქონდა სრულიად კონკრეტული ფილოსოფიურ-ლინგვისტური და ცხადია, ფილოლოგიური საფუძველი. ცხადია, რომ დოგმატური დავა ეკლესიურ-კანონიკური, ლიტურგიკული და წესგანგებითი სფეროს გვერდისავლით წინ ვერ წავიდოდა. თუმცაღა იმიასლავური პრობლემატიკის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ პარალელურად მიმდინარეობდა დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე, ესაა ენისა და მეტყველების წარმომავლობა, ნაციონალური ენების სტატუსი, ქრისტიანული კულტურის კონტექსტში, უნივერსალური ენის ძიება და ეკლესიხილეს საკრალური ენის ჩამოყალიბება, სიტყვის ანთოლოგიური საფუძვლები. ფართომნიშნელობით, დისკუსიები ეხებოდა ფართომნიშნელობით, ზოგად ფილოლოგიურ პრობლემებს. ამგვარად, ფენომენოლოგიაზე დამყარებულ, ასპ-ფლოსევის სწავლებას, ბერობაში, ანდრონიკე სახელების როგორც ინტერსუბიექტურ-ნოემატიკური ენერგემის შესახებ, მამას, ბულგაკოვის შრომებში ჩამოყალიბებულ ლოგოსის სოფიოლოგიურ ინტერპრეტაციას, მამაბ. ფლორენსკის, სიტყვის ორგანიკულ კონცეფციას ცხადია ჰქონდა ბიბლიურ საღვთისმეტყველო ფესვები, ისიხაზმურ და იმიასლაურ დავებში. მაგრამ ეს სწავლებები რუსული ღვთისმეტყველებისთვის ასევე საპროგრამო აზრებადაც იქცნენ, რაზედაც უკვე მრავალი წლის წინ მკვიდრად იყო გადაცნული რუსული ფილოლოგი ხილეს თეორეტიკული პრობლემატიკა. თუკი ასპ-ფლოსევის სახელთა ფილოსოფიაში პირველმყოფობა საკუთარი სახელის პლანში განიმარტება, ყოფობა არის სახელი და სახელის ბუნება კი შეუქმნელია აბსოლუტის საიდუმლო აპოფათიკურ სიღრმეში. ამ დროს მამა სერგეი ბულგაკოვი სახელს განმარტავს როგორც მყოფობის ენერგიას, რომელიც შექმნილ და შეუქმნელ სამყაროთა ზღვარზე იბადება, თანაც შექმნადობა არ გამორიცხავს ლოგიკურ, უსიტყვო შესაქმესაა ისიხაზმის კომუნიკატორული ვერსიხილეს. ამ უფაქიზეს ნიუანსებს აქცევს ყურაღებას ღვთისღრმა ნაშრომში, გოგოტიშვილი, თუმცა ისედაც ცხადია უნდა იყოს, მაგრამ მაინც საგანგებოდ ვუსვამთ ხაზს, რომ ქმნილი იდეების სუბსტანცია და სიმბოლოსოფიური სხეულებრაელთაეობა ლოსევთან სრულიად სხვადასხვა ერთმანეთთან შეუთავსებელი ფაქტებია. ერთი სუბსტანცია ქმნილია, ხოლო მეორე, წინა საუკუნეობრივი. ლოსევის სოფილოგი ხილეს ადეკვატური აღქმისათვის ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ასპექტში, რომ პრინციპულად სცილდება მაგალითად, ბულგაკოვის კონცეფციას, რომელიც ყოველთვის მკვეთრად არ განარჩევს ქმნილ და უქმნელ სოფიას. შეგახსენებთ, რომ სოლოვიოვზე დაწერილ თავის საბოლოო წიგნში ლოსევი საგანგებოდ უსვამს ხაზს ამ განსხვავების მნიშვნელობას და თანხმდება, რომ თავად სოლოვიოვთან ჩამოუყალიბებელი ტერმინოლოგი ხილეს გამო. ზოგჯერ პანთეისტური შეხედულებების შუქ ჩრდილებს, რომ დაიკრავს სოფი ხილეს ქმნილი და შეუქმნელი ასპექტები ბოლომდე არ განირჩევა. სოფილოგია, როგორც სწავლება სოფი ხილეს ღვთის სიბრძნის შესახებ, ვერცხლის საუკუნის რუსული რელიგიური ფილოსოფი ხილეს კონტექსტში ყალიბდება და ნაწილობრივ სოლოვიოვის ფილოსოფიურ რელიგიურ შრომებამდე აღწევს. საეკლესიო დოგმატურ ასპექტში ამ სწავლების შესახებ სრულიად ურთიერთგამომრიცხავი შეფასებების მიუხედავად, კარგადაა ცნობილი ბრალდება აპოსტასიონალურობასთან და კაბალიზმის გავლენასთან დაკავშირებით. რუსული რელიგიური აზროვნების ამ მიმართულებას შესაფერი პატივი მაინც უნდა მივაგოთ. თავისთავად მასში განსაკუთრებული სიმკვეთრით აქტუალიზებულია საღვთისმეტყველო და ფილოლოგიურ პრობლემატიკასთან განუშორებელად დაკავშირებული დისკუსიები. სოლოვიოვის მამა პავლე ფლოროვსკის, მამა სერგი ბულგაკოვის, ასპ-ფლოსევისა და ვერცხლის საუკუნის სხვა მართლმადიდებელი მოაზროვნეების თეოლოგუმენები და კონცეპტუალური აზრობრივი კონსტრუქციები ყალიბდებოდა იმ აუცილებლობის გათვალისწინებით, რომ თავიდან არიდებულიყო საეკლესიო დოგმატური პრობლემატიკის ახლებურად გააზრების კონტექსტები, ანუ მიზანი უფრო ღრმად გააზრების მცდელობა იყო. და არა ეკლესიხილეს დოგმატური სწავლების გარკვნის მცდელობა ან და მასში რაიმე პრინციპულად ახლის დანერგვის სურვილი. ამგვარი სახის ღვთისმეტყველებას გზად გარდაულად ხვდებოდა ხოლმე ფილოლოგიური პრობლემატიკა. ხოლო ეტიმოლოგიურად გავრცობილი ფილოლოგი ხილეს ცნება გაიგებოდა, როგორც ლოგოსი ქრისტეს განხორციელებული ღვთის სიტყვისა და მისი სახელისადმი სიყვარულის გამოცდილება. სწავლება ღვთის სახელის თაყვანისცემის შესახებ ონომატოდოქსი ხილეს, როგორც საღვთისმეტყველო კონცეფცი ხილეს და ონომატოლოგი ხილეს, როგორც ფილოლოგიური კონცეფცი ხილეს ნაწილად იქცა. ცნობილია, რომ ტერმინი ონომატოლოგია ეწოდება თანამედროვე ფილოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთ ლინგვისტურ ნაწილს, რომელიც სახელებს მათი წარმოშობისა და განვითარების მიხედვით აანალიზებს. თუმცაღა ეს ლინგვისტიკური დისციპლინა სხვა მიზნებსა და ამოცანებს ითვალისწინებს, ვიდრე ის, რასაც თანამედროვე მკვლევარი გურკო აღნიშნავს ტერმინით საღვთო ონომატოლოგია, იგი აღნიშნავს საღვთო ონომატოლოგია.
არანაირად არ შემოიფარგლება სახელთა მნიშვნელობის უბრალო განსაზღვრით, არამედ მნიშვნელოვნად შორს მიდის და ესწრაფვის, რომ ბოლომდე ჩაუღრმავდეს სახელის, განსაკუთრებით კი საღვთო სახელში ადამიანის ცხოვრების წესის ფუნდამენტალურ სახეებს. ტერმინ საღვთო ონომატოლოგი ხილეს იდეა ნაკარნახევია ტერმინი მიასლავის თარგმანის მცდელობით, როგორც რაღაც ისეთის, რაც გამოყენებულია რუსული მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ყველაზე სახასიათო ტენდენცი ხილეს განსასაზღვრად და რაც დამყარებულია ღვთის სახელის გაღმერთებასა და ინტერპრეტაციაზე. აღმოსავლეთის მართლმადიდებლობის რელიგიური და მისტიკური სწავლების განუყოფელ ნაწილზე იმიასლავი არ შეიცავს საღვთოობის პრედიკატს როგორც თავისი ლინგვისტური სტრუქტურის ნაწილს, მაგრამ ეს არც წარმოადგენს აუცილებლობას. რადგანაც აქ ლაპარაკი თითქმის უგამონაკლისოდ ღვთის სახელებს ეხება. პირდაპირი თარგმანით ვიღებთ ონომატოდოქსიას დოქსის სწავლება, თუმცა როგორც იმიასლოვიაში, ასევე მართლმადიდებლობაში ორთოდოქსი, დოქსის მაგიერ გამოიყენება სლავი, მადიდებლობა, ონომატოდოქსია ონომატოლოგიად გადაიქცევა. ამგვარად, ეს გურკოსთან ორივე ტერმინი ონომატოდოქსია და ონომატოლოგია სინონიმურია, მეცნიერები მათში ერთი და იმავე მნიშვნელობას დებენ. ტერმინოლოგიური კორექტირებაც შესაძლებელია. ონომატოდოქსია არის მართლმადიდებლური სწავლება ღვთის სახელის თაყვანისცემის შესახებ, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისის უბრალო ისტორიული იმიასლავური დისპუტების ჩარჩოებს ცდება. საღვთო ონომატოლოგია ესაა სწავლება საღვთო სახელების შესახებ, რომელიც ფორმირდებოდა არა მხოლოდ დიონისე არეოპაგელიდან მოყოლებული, კაბადოკიელი მამების, წმინდა გრიგოლ პალამას დროიდან, ვიდრე მამა პავლე ფლორენსკიმდე და სერგეი ბულგაკოვამდე, არამედ ითვალისწინებდა სახელების რელიგიურ ლინგვისტურ, ფილოსოფიურ ლინგვისტურ და სხვა კონცეფციებს. თუმცა არსესულაც არ მდგომარეობს ჩვენს მიერ განხილული ცნებების დეფინიციებსა და ტერმინოლოგიურ ნიუანსებში. უკიდურეს მნიშვნელობას იძენს ისიც, რომ თავად იმიასლავური პოლემიკის პრეცედენტის წყალობით იკვეთება პრინციპული შესაძლებლობები თეორიული კვლევის ასაგებად საღვთისმეტყველო და ფილოლოგიური პრობლემატიკის გასაყარზე, როგორც დღეს მეცნიერები ამბობენ ხოლმე, ღვთისმეტყველებისა და ფილოლოგი ხილეს დისკურსების გადაკვეთაზე. ის საკითხები, რაც იმიასლაურმა პოლემიკამ წარმოშვა თანამედროვე ეკლესიაში, უეჭველად შეიძენს საღვთისმეტყველო და საყოველთაო მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერთან უშუალოდ იყოს დაკავშირებული მთელი ეკლესია, როგორც ეს ბიზანტიურ ტრადიციაში ხდებოდა ხოლმე. ბიზანტიაში, წერდა მამა იოანე მეიენდორფი, ღვთისმეტყველება არასოდეს ყოფილა პროფესიონალების ან და ეკლესიხილეს მესვეურთა მონოპოლია. მთელი ბიზანტიური პერიოდის განმავლობაში არ არსებულა არც ერთი საეკლესიო კრება, რომლის დადგენილებაც სადაო არ გამხდარიყო. ხოლო ცალკეული იმპერატორის მცდელობას, ბრძანებების საშუალებით დაერეგულირებინა ქვეშევრდომთა სინდისის თავისუფლება, მოსდევდა არაიმდენად დამოუკიდებელი საეკლესიო ხელისუფლების უკურეაქცია, რამდენადაც ეკლესიხილეს, როგორც ერთი სხეულის დუმარე წინააღმდეგობა, 20 ბიზანტიხილეს ინტელექტუალური და სულიერი ელიტა, იმპერატორები, ბერები, პოეტები, მწერლები, ლიტერატურის კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, პოლიტიკოსები საღვთისმეტყველო საკითხების დამუშავებაში მონაწილეობდა და მათი საღვთისმეტყველო მოღვაწეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი უმაღლესი ფილოლოგიური განათლება იყო. იმედი ვიქონიოთ ღვთისმეტყველებისა და ფილოლოგი ხილეს თანამეგობრობა თანამედროვე მართლმადიდებლობაშიც აღორძინდება და ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში გამოიღებს სულიერ ნაყოფს.